ჩემო ძვირფასებო ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ჩემთან ერთად ხართ. არხის გამოწერისთვის, კომენტარებისთვის განსაკუთრებული მადლობა, ვისაც არ გამოგიწერეთ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ ჩემო ძვირფასებო. ნუ დაგეზარებათ ლაიქებით დასმამ და მადლობა კიდევ მათ, ვინც არიზარეთ და მიწერს კომენტარებს. ახლა მინდა შევგთავაზოთ გაშლა ორ ვარიანტზე. ნახოთ რას არ გიმხელთ, რა აქვს გულში თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას, თქვენს პარტნიორს და რაზე არ საუბრობს თქვენთან, რას ვერ გეუბნებათ ან არ გეუბნებათ, ხო? ნახოთ ორ ვარიანტზე. მე დავალაგებ არკანებს, თქვენ აირჩიეთ ვარიანტი და ნახოთ, რას არ გეუბნებათ, რას არ გიმხელთ, მაგრამ გულში ფიქრობს. ნახოთ. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. რას არ გიმხელთ, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, რას არ გიმხელთ, რა აქვს გულში და არ გიმხელთ. აირჩიეთ ვარიანტი, მე გადავდებ მეორე ვარიანტს და ვნახოთ პირველი ვარიანტი ვინც აირჩია, რა აქვს გულში და არ გიმხელთ, ჩემო ძვირფასებო, ან ვერ გიმხელთ. ნახეთ როგორი მომენტია. პირველი ვარიანტი ვინც აირჩია, რა აქვს გულში და აქვს გულში ის, რომ პიროვნებას ძალიან დიდი გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, სხვათა შორის შესაძლებელია, არ ვიცი, თქვენი ურთიერთობა არ არის დიდხნიანი, შესაძლებელია ახალი დაწყებული ურთიერთობა, ან მიმოწერა გაქვთ, ან რაღაც კომუნიკაციის დონეზე ხართ ერთმანეთთან და მას აქვს თქვენს მიმართ ძალიან დიდი სიმპათია, ჩემო ძვირფასებო, სიყვარული, გრძნობა, ორიანი თასი, მაგრამ ამას ვერ გეუბნება. არის რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორი, რის გამოც ამ ყველაფერს გულში ინახავს. შესაძლებელია ფიქრობს, რომ ჯერ არ არის დრო მოსული, ხო? შესაძლებელია ფიქრობს იმას, რომ ჯერ საკმარისად არ არის მზად თქვენი სიყვარული, ან თქვენი ურთიერთობა იმ დონეზე არ არის მისული, რომ ეს გაამჟღავნოს. ან შესაძლებელია აქვს რაღაც შიშები, არის რაღაც ფაქტორები, რაც მას ხელს უშლის, ხო? შესაძლებელია ჯერჯერობით. ამას იმიტომ ვერ გეუბნება, რომ შიში აქვს იმის, თქვენ როგორ რეაგირებთ, თქვენ როგორ იქნება თქვენი რეაგირება, არ იცის, ხო? ან შესაძლებელია სულაც პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ ამ მომენტისთვის, არ არის თქვენთან ახლოს, ხო? რაღაც არის დაბრკოლება თქვენ შორის, შესაძლებელია და აი ეს არის ფაქტორი იმის, რომ ვერ გიმხელთ თავის გრძნობებს. მას გულში ორიანი თასი აქვს, ნახეთ, ორიანი თასი აქვს. მაგრამ ხელისშემშლელი ფაქტორები აქვს რაღაც, რაც არ აძლევს ამის საშუალებას, რომ გითხრათ. მე დავაზუსტებ, აქ რაზეა საუბარი? როვიანი ხმალი მაინტერესებს, როვიანი ხმალი. რატიშის, რატომ არ ამბობ ამას, რომ შენ გიყვარს ის, ვინც შენზე ფიქრობს. როვიანი ხმალი, რაზე არის რაღაც, ნუ აი იცით როგორი მომენტია, არ ვიცი, რაღაც დანაკარგის შეგრძნება აქვს. ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი. ხომ ვიძახი თქვი, რომ შესაძლებელია ამ მომენტში ერთად არცხათ. შესაძლებელია გქონდათ ურთიერთობა, ხუთიანი თასი ამოვიდა, შიგნით ცეცხლი უკიდია ამ პიროვნებას, ძალიან განიცდის იმას, შესაძლებელია შიში აქვს, ან იმის, რომ ან უკვე დაგკარგათ და ამას ვეღარ გეტყვით, ხო? და ამას ვერ გაიგებთ თქვენ. ან შესაძლებელია ეს შინია თქვენი დაკარგვის, ჩემო ძვირფასებო. ესე იგი, აქ საჯარო გაშლა, საჯარო ფორმატია და ყველასთან შეიძლება სხვადასხვა საკითხი იყოს. ამიტომ საჯარო ფორმატში ცოტა რთულია, ხო? ყველას მოარგო, მაგრამ აუცილებლად მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მინიშნებას. თუ ამ მომენტისთვის გაქვთ კომუნიკაცია და თუ ახალი დაწყებულია, მით უმეტეს ეს ურთიერთობა, შეიძლება ახალი დაწყებულიც არ იყოს, მაგრამ თვითონ არ იყოს მზად, ხო, პაჟის ენერგიებში იყოს თვითონ და ვერ ასე ვთქვათ, ჯერ საჭიროდ, ანუ არ იყოს მომზადებული, მზად არ იყოს ამის სათქმელად, რადგან ეს შინია, რომ არ დაგკარგოთ, ხო? არის რაღაც ფაქტორი, რაც ხელს უშლის და რასაც ვერ გეუბნება, მაგრამ თუ ამ მომენტისთვის ერთად არ ხართ და ჩაიფიქრეთ ისეთი პიროვნება, ვისთანაც გქონდათ რაღაც ურთიერთობა და ამ მომენტისთვის ერთად არ ხართ, ხო, ეს პიროვნება ძალიან ნანობს იმას, რომ დაგკარგათ თქვენ. დაგკარგათ ამას, ვერც გეუბნებათ, უნდა შველა პიროვნებას, მაგრამ შეიძლება ეძებს რაღაც გზებს იმისთვის, რომ
აი ეს გზებს ეძებს, რომ რაღაცნაირად თავისი სათქმელი გითხრათ, ხო, თავისი სათქმელი გითხრათ. ყოველ შემთხვევისთვის თუ ამ მომენტისთვის ერთად არ ხართ, პიროვნება ძალიან განიცდის და ნერვიულობს, რომ სათქმელი დარჩა ის, რომ თქვენ მისთვის ძვირფასი ხართ. და თქვენ მისთვის, არ ვიცი, ყველაფერი ხართ, ჩემ ძვირფასებო. კი, აი ეს მომენტია, რასაც ვერ გეუბნებათ. გამომეხმაურეთ, ძალიან მაინტერესებს, ვისთან როგორ რეზონირდება. ანუ აქ ყველა ვარიანტში, გინდ ერთად იყოთ და გინდ ამ მომენტში იყოს რაღაც ბლოგი, ან დროებითი განშორება, ხო? ყოველ შემთხვევისთვის ორივე ვარიანტისთვის არის ის, რომ პიროვნებას უყარხართ, გრძნობა აქვს თქვენს მიმართ გამოუთქმელი და ამას ვერ ამბობს, ვერ ამშყავნებს თქვენ და შესაძლებელია ვერ ამშყავნებს. შიშები აქვს, შიშები არის რაღაც ფაქტორები, რასაც ვერ ითვალისწინებს, ვერ ხედავს და აი ეს არის. კიდევ ერთ არკას დავადებ ერთი წუთით. ძალიან ჩქარობს კარტი. კი, აი პაჟი მაინტერესებდა, პაჟი დავაზუსტე. ამ მომენტში ძალიან ბევრთან იქნება რეზონირებაში, რომ ამ მომენტში შეიძლება ურთიერთობაში ან პაუზა გაქვთ და ან არ ხართ ერთად, ხო? და აი გამოუთქმელი მაინც აქვს გრძნობა თქვენს მიმართ, მაინც აქვს გრძნობა და აი ამ ფიქრების ტყვეობაში, მაგრამ ხელს აქვს დაბრკოლებები, რასაც და ეს დაბრკოლება შეიძლება მისი შინაგანი შიშიდან მოდიოდეს, რომ ვერ ნაბიჯს ვერ დგავს ერთი სიტყვით. ძალიან ბევრი იქნება აქ ურთიერთობაში, შეიძლება ახლა გაქვთ პაუზა ურთიერთობაში და ამას ძალიან განიცდის, მაგრამ გრძნობა აქვს პიროვნებას, ჩემ ძვირფასებო. ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ, პირველი ვარიანტი ვინც აირჩია. მადლობა და ნახვამდის. ვნახოთ, აი ორიანტას დავადებ, აი ასე მაღლიდან, რომ მოხდეს ენერგიის, ასე ვთქვათ, უკეთესობისკენ შემოტრიალება. ვნახოთ მეორე ვარიანტი, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი, ვნახოთ თქვენს შემთხვევაში რა ხდება, რას ვერ გეუბნებათ, ჩაფიქრებული პიროვნება, რას ზებებს, რას ვერ გეუბნებათ, რას ვერ გიმხელთ. ხო, ჩემო ძვირფასებო, აქ რა ხდება, ჩემო კარგებო? აქ რა ხდება, არ ვიცი. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, ორიანი პენტაკლი, ექვსიანი ხმალი და კოშკის არკანი. არ ვიცი, აქ საკმაოდ მძიმე ენერგიებია ურთიერთობაში, იცით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ჩაფიქრებულ პიროვნებას, თქვენს პარტნიორს, ვინც ჩაიფიქრეთ, ძალიან ბევრს მერყეობს. არ ვიცი, ორიანი პენტაკლი შეიძლება ნიშნავდეს რაღაც არჩევანის გაკეთებას ორ ვარიანტს შორის და ურთიერთობიდან წასვლას, ხო? ან ურთიერთობიდან წასვლას დასრულებას. შესაძლებელია თქვენს მიერ ჩვენ არ ვკითხულობთ ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ, ხო? თუ იდეალური ურთიერთობა გაქვთ, ჩემო ძვირფასებო, მაშინ ეს ვარიანტი არ არის თქვენი და არ უყუროთ. აქ თუ ყველაფერი იდეალურად გაქვთ და დალაგებული გაქვთ, მაგრამ თუ რაღაც არის თქვენს ურთიერთობაში, რაღაც კითხვის ნიშნები, ხო? კითხვის ნიშნები და აი ამას მაგიტომ უყურებთ, ხო? მან გაშლას, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შესაძლებელია კონდეს გასახული წასვლა ურთიერთობის დასრულება. ოღონდ სად წავა და როგორ წავა არ იცის ჯერ, ხო? მისი შეიძლება აქვს ორი ვარიანტი, ორიანი პენტაკლს დავაზუსტებ მე თქვენის ნებართვით, მაინც რომ გავიგოთ, შესაძლებელია აქ იყოს ორი პარტნიორიდან ერთ-ერთის არჩევა, ორი ვარიანტი აქვს, ხო? ან ორი გზა აქვს, ან წავა, ან საერთოდ დაასრულებს ურთიერთობას და ყოველ შემთხვევაში თუ ორი პარტნიორი არ არის და არ არის თქვენს ურთიერთობაში, ხო? ანუ შეიძლება სურდეს რაღაცნაირად არ ვიცი, რაც რთული სიტუაციიდან გარიდება. ერთი სიტყვით, მძიმე ენერგიებია თქვენს ურთიერთობაში, როგორც ჩანს, მე დავაზუსტებ. აი, იცით როგორი ვარიანტი აქვს, მეორე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, შესაძლებელია თქვენს პარტნიორს ორი პიროვნებიდან აქვს რაღაც არ ვიცი, ორ სკამზე, ორი ურთიერთობა შეიძლება იყოს აქ. მეორე ვარიანტში, ხო, როდესაც პიროვნებას პარალელურად ორი ურთიერთობა აქვს და განიხილავს, ხო, ერთთან დარჩეს, თუ მეორესთან წავიდეს, თუ აი ესეთი ვარიანტია.
იმიტომ რომ აქ კვერთხის დედოფალი ამოვიდა, შემოძვირფასებო მე ორიანი პენტაკლი დავაზუსტე და პენტაკლი ტუზის, რაც იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება ჰყავდეს პარალელურად ჰქონდეს სხვა ურთიერთობაც და აი თქვენი ურთიერთობიდან წასვლას გეგმავდეს, ან თქვენი ურთიერთობიდან წასვლას გეგმავდეს, ან კოშკი დამიზუსტებ. კი, დასრულებას, არ ვიცი, ერთ-ერთი ურთიერთობის დასრულებას ფიქრობს. თუ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს თქვენი პარტნიორი და თქვენ ეს იცით, ხო? აქ ყველა ვარიანტი შეიძლება ერთ-ერთი ვარიანტიდან ერთ-ერთი ურთიერთობის დასრულებას ფიქრობდეს და შეიძლება ამას არ ამხელდეს. არ ვიცი, ეს თქვენთან იქნება თუ სხვასთან, მაგრამ აქ როგორც ჩანს, პიროვნება რაღაც ორმაგ თამაშს თამაშობს, ორმაგ თამაშს და რაღაც ორი ვარიანტიდან ცდილობს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. ყველა ვარიანტში მისი გადაწყვეტილება არის დასრულება ურთიერთობის, ცვლილება, რომელიც ძალიან მტკივნეული იქნება, ძალიან მოულოდნელი იქნება და კი, მესამე არკანი წასვლის არკანი. სამივე არკანი. ისეთი არკანები ამოვიდა პიროვნება, სამივე კი არა, ოთხივე. პიროვნებას თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ურთიერთობიდან წასვლა აქვს ჩაფიქრებული. ეს არ ვიცი, თქვენიდან წასვლა თუ კიდევ ყავს სხვა თქვენს გარდა, თუ იქიდან წასვლას, მაგრამ ურთიერთობიდან წასვლა აქვს პიროვნებას გადაწყვეტილი. ძალიან მაინტერესებს გამომეხმაუროთ და ამას არ გიმხელთ ჯერჯერობით და გულში აქვს ეს ფიქრები, მაგრამ არ ამხელს. აი ესეთი იყო დღევანდელი გაშლა, მაინტერესებს გამომეხმაურეთ, რომელი ვარიანტი რეზონირდა თქვენთან. მართალია ცოტა არასასიამოვნო ვარიანტი შეიძლება იყოს, მაგრამ ნუ რაცა ჩვენა კარტმა იმას ვაჟღერებ. მადლობა და ნახვამდის.